მოგესალმებით მეგობრებო, Anonymous Facts ციკლო თქვენთან არის. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ტოპ 5 ფილმების, რომელიც დიდ ემოციურ ზეგავლენას მოახდენენ თქვენზე და ნაწილობრივ შეგეცვლებათ ცხოვრებისადმი ხედვა. ნომერი 5. უბის წიგნაკი. სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს. ნომერი 4. მოდილიანი. ბიოგრაფიული დრამა, რომელიც მოგვითხრობს ჩვენთვის კარგად ნაცნობ მოდილიანსა და პიკასოს მეტოქეობაზე. ნომერი 3. საბრალონი. ჟან ვალჟანი ციხეში პურის მოპარვისთვის იჯდა. მე-19 საუკუნის მიწირულს ევროპა რევოლუციის ქარცეცხლშია გახვეული. ხელისუფლების მიერ დევნილი ჟან ვალჟანი მზადაა საყვარელი ქალიშვილის კოზეტას ბედნიერებისთვის თავიც კი გასცეს. ნომერი 2. გლადიატორი. რომის იმპერიის მხედართმთავარი მაქსიმუსი ძალიან უყვართ თავის ქვეშემდომებს. იგი მზადაა ნებისმიერ შეებრძოლოს სამართლიანობის ბრძოლაში. ნომერი 1. ჰაჩიკო. ფილმი დადგმულია ცნობილი რეალური ისტორიის მიხედვით, რომელიც იაპონიაში 20-იან წლებში მოხდა. ძაღლი ყოველდღე ხვდებოდა და აცილებდა თავის პატრონს სადგურზე. მერე კი პატრონი მოულოდნელად მოკვდა, მაგრამ ძაღლი 9 წლის განმავლობაში ყოველ დღე 5 საათზე მიდიოდა სადგურზე პატრონის დასახვედრად და ელოდებოდა ბოლო მატარებლამდე. შემდეგ კი იაპონელებმა ძეგლი დაუდგეს მას იმ ადგილას, სადაც ის მუდამ ელოდა თავის პატრონს. მეგობრებო, დღეისთვის კი სულ ეს იყო. მადლობელი დაგრჩებით თუ გამოიწევთ ახს და გააზიარებთ ვიდეოს. მომავალ შეხვედრამდე.